მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი წყობილ სიტყვა. მე ვარ მისი წამყვანი ბესიკმაშავა, ჩვენ მაუწყებლობთ ქალაქი ფოთიდან. ეს კი არის ჩემი YouTube არხი, გამოგიწერეთ, დაგკომენტარეთ. ხოლო თუ კი მოგწონთ ჩვენი კონტენტი, აუცილებლად დაგვიჭირეთ მხარი, დონაციის შესახებ ინფორმაციას იხილავთ აღწერაში და რა თქმა უნდა თქვენი გვერდი დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი ნება მომეცი წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი, მამა ილია ჭიღლაძე, ისტორიკოსი, თეოლოგი და სამართალმცოდნე. მოგესალმებით მამა ილია, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად და მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთან ყოფნისთვის. მადლობა მოწვევისათვის და ძალიან საინტერესო თემის წამოწევისთვის. აი შევეცდებით მამა, აი თქვენთან ერთად მინდა დღეს წამოწიო ძალზედ საინტერესო თემა ალბათ აქტუალური დღევანდელობისთვის და იმდენად რამდენადაც ყოველ შემთხვევაში ხშირად გაურებული დამოკიდებულებებია ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ შევეცდებით ჩავშალოთ ეს საკითხები და ეს საკითხები არის დავუშვათ მართვა გამგეობის დებულების საკითხი ხო მისი შინაარსი ანუ პირველი ამბავი ალბათ ეს იქნება რასაც ჩვენ განვიხილავთ და ამასთან დაკავშირებულ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებს რომელიც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს ხო მით უმეტეს ჩვენ ახლა ვართ საპატრიარქო არჩევნების მიმდინარე პერიოდში რაც თავის მხრივ ხასიათება მაღალი ინტერესით არა შესაბამისად მნიშვნელოვანია განვიხილოთ მართვა გამგეობის დებულების შინაარსი და ჩემი კითხვაც თქვენს მიმართ ასეთია ხო ხათაშორის მეც მაინტერესებს ეს ხო რა ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ დოკუმენტს და რა შინაარსის მატარებელია ის ასე ვთქვათ საპატრიარქოსთვის ან ადგილობრივი ეკლესიისთვის ხო დიახ ზოგადად შუა საუკუნეებში ესეთი რეგლამენტი რაცაც ახლა ვეძახით მართვა გამგეობის დებულება არ არსებობდა ეკლესია იმართებოდა უბრალოდ დიდი სჯულის კანონის პრინციპებით და დიდი სჯულის კანონის აი ეს მთელი კოდექსი ანუ კანონთა კრებული საუკუნეთა მანძილზე საეკლესიო კრებების მიერ დგინდებოდა და ივსებოდა და საბოლოო სახე ძირითადში მან მიიღო მე-9 საუკუნეში ანუ როცა აი კანონის შემოქმედება იწყება განსაკუთრებით მე-3 საუკუნიდან საეკლესიო კრებების მიერ გაძლიერდა მე-4 საუკუნეში როცა უკვე იწყება მსოფლიო კრებათა მოწვევა გავიხსენოთ ნიკეის პირველი კრება შემდგომ უკვე კონსტანტინოპოლის პირველი კრება მე-4 საუკუნეში სულ 2 მსოფლიო კრება ჩატარდა და მერე უკვე კიდე დაემატა მოგეხსენებათ სულ 7 მსოფლიო კრება ჩატარდა და ბოლო დაუკანასკნელი იყო მე-8 საუკუნეში. და ამის გარდა კიდევ იყო ადგილობრივი კრებები, რომელსაც ეკლესია მიანიჭა ძალიან დიდი მნიშვნელობა, შეგვიძლია ვთქვათ საყოველთაო მნიშვნელობა მიანიჭა და ამ ადგილობრივ კრებათა კანონები ასევე შეტანილია ნომოკანონში, ანუ დიდ სჯულის კანონში. და ერთი სიტყვით ეკლესიის ადმინისტრირება მთლიანად ეფუძნებოდა და უნდა ეფუძნებოდეს მას. ანუ საეკლესიო წმიდა კრებათა კანონმდებლობას, რომელიც უნდა სახარებაზე მთლიანად ბიბლიაზე და საეკლესიო ტრადიციასა და გარდამოცემაზე იყოს დამყარებული. მაგრამ მე-19 საუკუნიდან ბევრი სხვა ახალი ნიუანსის წარმოშობის გამო განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში აი ეს ადმინისტრირებისათვის ეკლესიის უფრო მეტი სტრუქტურიზაციისა და უფრო მეტი ესე იგი საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებისათვის, რომელიც ახალმა პერიოდმა გამოიწვია, ახალმა დროებამ დამკვიდრდა ტრადიციულად თითოეულმა ეკლესიამ ეს იქნებოდა ბერძნული, რუსული, ქართული, სერბული თუ სხვა აი ეს ადმინისტრირების რეგლამენტი, ანუ მართვა გამგეობის დებულებების შემუშავება და დამტკიცება თავიანთ კრებებზე მოახდინეს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი მართვა გამგეობის პირველი დებულება დამტკიცებული და მიღებული იქნა 1917 წლის სექტემბერში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ პირველ დიდ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, რომელიც იყო მოწვეული სიონში, რომელმაც აირჩია კათოლიკოს პატრიარქად კირიონ მეორე. აი ზუსტად ამ კრებაზევე იქნა დამტკიცებული მართვა გამგეობის პირველი დებულება.
საუბედუროთ ეს დებულება დღეს გაუქმებულია და უმოქმედოა დავიწყებულია და უყურადღებოდ არის მიგდებული, რაც არის აბსოლუტური მე ვიტყოდი დანაშაული პირველ რიგში ავტოკეფალიის აღმდგენი წმინდა მამების წინაშე. კირიონის, ეს ლეონიდეს გადაკეთებულია, მამა, ხო? არა თუ გადაკეთებული, საერთოდ გაუქმებულია და ახალია მიღებული, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება მას. ეს როდიდან იწყება მათ შორის გავივლით, ეს უცებ არ მომხდარა, ჯერ მასში 1920 წელს მოხდა დიდი ცვლილებების შეტანა, მაგრამ მთლიანობაში მაინც პირველი დებულების სული შენარჩუნებული იყო. ანუ გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი, მაგრამ მთლიანობაში მე ვიტყვი რა არის არსებითი ამ დებულებაში. შემდგომ უკვე 1927-ში მოხდა ასევე ცვლილებების შეტანა, მაგრამ ის დებულებაც ჯერ კიდევ მეტნაკლებად ასახავდა ამ პირველი დებულების მთავარ პრინციპებს და დებულებებს თავის თავში. მაგრამ საბოლოოდ 1945 წელს მიღებული იქნა სრულიად ახალი დებულება, რომელმაც სრულიად გააუქმა წინა დებულების შინაარსი და პრინციპები, ხოლო 1995 წლის დებულებამ ფაქტიურად ყველაფერი უკვე თავდაღმად დააყენა. ეხლა მე ეს მსმენელს და მაყურებელს რომ არ ეგონოს ცარიელი სიტყვები, რა თქმა უნდა, დეტალურად მიმოვიხილავ და თავარ ამ შინაარსს გავშლი თუ რა ხდებოდა და რა შეიცვალა, რა გაუქმდა. მაგრამ სანამ ამ დეტალიზებაზე გადავალთ, ერთი რამ არის კიდევ გასათვალისწინებელი, რომ 1945 წელს, როცა ის დებულება იქნა მიღებული, ეს რა პერიოდია, ეს არის ქართული ეკლესია ფაქტიურად განადგურებულია, საქართველოში მოქმედებს თითებზე დასათვლელი ტაძრები, სულ 3-4 ეპისკოპოსი და მიტროპოლიტია ქართულ ეკლესიაში, მღვდლები რამდენიმე ათეული და ფაქტიურად ეკლესია არის განადგურებული, ამიტომ ეს 45 წლის დებულება ფაქტიურად ასახავდა იმ მოცემულობას, როცა ორკაციანი ეკლესიაა ქართული ეკლესია, ანუ აქ აღარ და თანაც შეზღუდულია მისი მოქმედება, უფლებები იგნორირებულია, მას თავისუფალი ნომინალურად წარმოადგენილია სავალalbeit. ხო, ნომინალურად, აი ფურცელზე არსებობს და არსებობს კათალიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ფაქტიურად იქ მთავრდება ეკლესია და თანაც მეორე მთავარი მომენტი ამ დროს ეკლესია უკვე სრულად კონტროლდება საბჭოთა ხელისუფლების მიერ 40-იანი წლებიდან მოყოლებული. შესაბამისად, ის დებულება ასახავს საბჭოთა მოცემულობას, დაკვეთას, საბჭოთა ხელისუფლების მაამებლობას ერთის მხრივ, ეკლესიის აი ამ დაცემულ დაკნინებულ ვითარებას, როგორც ადმინისტრაციულად, ისე სულიერად, ისე თუნდაც ეპარქიები რო აღარ არსებობს და რაღაც 2-3 ეპისკოპოსი არსებობს და რაღაც რამდენიმე მღვდელი. გეკითხებით, ანუ ამ წლებიდან იწყება იმ პირველი რედაქციის პრინციპულად სრული უგულვებელყოფა, აბსოლუტური სრული. ამ წლებიდან იწყება, დიახ. დიახ. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ 1995 წლის დებულება, ანუ დღეს მოქმედი, კიდევ უფრო შორს წავიდა ამ მიმართულებით და კიდევ უფრო ანტიკანონიკური მუხლები და საერთოდ შეიძლება ითქვას კურიოზული საეკლესიო სამართლისთვის და საეკლესიო ისტორიისთვის კურიოზული დებულებები იქნა შიგ შეტანილი. გულისხმობ მისი შინაარსის და მოთხოვნილების უკიდურეს არაკანონიკურობას და ოდიოზურობას. მაგალითისთვის ის, რომ დღეს მოქმედი 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულება ეპარქიის მმართველ-მღვდელმთავარს ართმევს უფლებას დამოუკიდებლად აკურთხოს დიაკონი და მღვდელი და ავალდებულებს, რომ ეს შეუთანხმოს კათოლიკოს პატრიარქს. ასევე ართმევს უფლებას ტაძრის აშენების და კურთხევისა დამოუკიდებლად და ავალდებულებს, რომ ეს შეუთანხმოს კათოლიკოს პატრიარქს. აი, ასეთი მოთხოვნა, ასეთი რამე არც ერთ მსოფლიო ეკლესიაში არ არსებობს და არც ქართულ ეკლესიაში არასოდეს არ ყოფილა მე-4 საუკუნიდან დაწყებული, ვიდრე მე-20 საუკუნის ჩათვლით. ანუ ეს არის აბსოლუტური
ოდიოზური, ანტიკანონიკური სამარცხვინო დებულება, რომელიც ესე იგი პატრიარქის შეუზღუდავ დიქტატურას ამყარებს ეპისკოპოსზე და ეკლესიაზე, იმიტომ რომ ეპისკოპოსი რისი ეპისკოპოსია თუ ის მღვდელს და დიაკონს დამოუკიდებლად ვერ აკურთხებს ანუ თავის ავტონომიურობის ხარისხი შეზღუდულია, ანუ რეალურად. არა თუ ავტონომია, ფაქტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ უკვე ეპისკოპოსი ეპარქიის მმართველი კი არ არის, ეპისკოპოსი გამოდის მხოლოდ ვიკარულ, ქორეპისკოპოსურ მდგომარეობაში. და უკვე აღარ არის ლაპარაკი ეპარქიის ნამდვილ მმართველობაზე ეპისკოპოსის მხრიდან, კანონიკური სამართლის თვალსაზრისით, რადგან მას არც ერთი აბსოლუტურად ესე იგი ეს არ იგნორირება დიდი სჯულის კანონისა. შინაარსობრივად ისა საეპისკოპოსო ან საეპარქიო მმართველობა თავისი შინაარსით გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით მოქმედებს, ხო? გადამღების პროცესში. დემთავარი ეპარქიას ისტორიულადაც. დიახ, ეპარქიას უნდა მართავდეს დამოუკიდებლად თანახმად ოღონდ სჯულის კანონის რა თქმა უნდა ნორმების და სახარების და ახალი აღთქმის სწავლების შუქზე და საფუძველზე უნდა მართავდეს. რა თქმა უნდა შესაძლებელია მღვდელმთავრის კონტროლი საპატრიარქოდან და პატრიარქისგან და სინოდისგან თანახმად ისევ და ისევ სჯულის კანონის პრინციპებისა, მაგრამ არა ისეთი მუხლებით, რომ აი ტაძარი ვერ აკურთხოს დამოუკიდებლად პატრიარქის ნებართვის გარეშე, ან დიაკონი ვერ აკურთხოს პატრიარქის ნებართვის გარეშე. ეს არის ვიმეორებ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხო და უჩვეულო და ოდიოზური და აბსოლუტურად ისტორიაში გაუგონარი რამ. და მას ანალოგი არ აქვს არც ახლა სადმე მსოფლიო ეკლესიებში, არც ბერძნულში, არც რუსულში, არც სერბულში და არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში და ასეთი რამე არ იყო ვიმეორებ არც ქართულ ეკლესიაში მე-20 საუკუნის და უფრო ადრე არასოდეს ესეთი რამე. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ 95 წლის მართვა-გამგეობის დებულებამ ერთის მხრივ დაარღვია საეკლესიო სამართლის არაერთი ნორმა და სჯულის კანონის ნორმები, მათ შორის რაც ჩამოთვალე ეს ასევე მაგალითად რომ პატრიარქის არჩევის ზედაზღვარი დააწესა, ვთქვათ, 70 წელი, ასეთ რამეს დიდი სჯულის კანონი და საეკლესიო სამართალი არ იცნობს. ისევე როგორც პატრიარქობის ცენზის აი ამ მოთხოვნებში მითითებულია ეროვნება, რომ ის უნდა იყოს ქართველი და ესეც ანტიკანონიკურია, რადგან ეკლესია არ შეიძლება ასხვავებდეს ადამიანს და მღვდელმთავარს ეროვნულობის მიხედვით. იქ შეიძლება ყოფილიყო ჩაწერილი, რომ უნდა იყოს თქვათ საქართველოს მოქალაქე, უნდა იცოდეს ქართული ენა. მაგრამ აი ესეთი ფრაზა, რომ უნდა იყოს ქართველი, ეს უკვე არის ეთნოფილეტისტური მუხლი და უყურეთ ამ მუხლით, ესე იგი ანდრია პირველწოდებულს ერთმევა ქართული ეკლესიის მეთაურობის უფლება, რადგან ის იყო ებრაელი. პირველ 4 კათალიკოს საქართველოსას ერთმევა კათალიკოსობის უფლება, რადგან ისინი იყვნენ ბერძნები, მოგეხსენებათ პეტრე, სამუელი, თავფეჩაგი და ჩერმაკი. პირველი 4 კათალიკოსი საქართველოს. ასურელი მამები. თავისთავად, მაგრამ ანუ იმის კათოლიკოსები ესენი არ იყვნენ, მაგრამ კათოლიკოსები მაგრამ იყვნენ რამდენიმე ეპისკოპოსი, ხო, წილკნის ეპისკოპოსი, ქალავერდის ეპისკოპოსი. და ასე შემდეგ. ანუ და თუ ის არის ეპისკოპოსი და სინოდის წევრი, რა თქმა უნდა, მას უნდა ქონდეს უეჭველად პატრიარქად არჩევის უფლება. ასე რომ ამ შემთხვევაში ასაკი შეზღუდული არ არის, ხო? დებულებით ესე 95 წლის დებულებამ შეზღუდა, მაგრამ დიდი სჯულის კანონით საეკლესიო სამართლით არ არის შეზღუდვა. შეზღუდვა არის მხოლოდ ქვედა ასაკზე, ანუ ეპისკოპოსად ხელდასხმისთვის და იგულისხმება პატრიარქობისთვისაც საჭირო არის მინიმუმ 35 წელი ადამიანისთვის, მამაკაცისთვის. მაგრამ ილია მეორე ამ ცენზს მუდმივად არღვევდა. მაგალითად, ის აკურთხებდა ეპისკოპოსებად 29 წლისას, 30 წლის ასაკის მამაკაცს და იგივე 28 წლისასაც. აი ვახტანგ ახვლედიანი, გიორგ ჯამდელიანი, ეფრემ გამრეკელიძე და ძალიან ბევრი სხვა მღვდელმთავარი
ძალიან ახალგაზრდა ასაკში, ანუ საეპისკოპოსო ასაკს მიღწევლები ჯერ არ იყვნენ, ანუ 35 წელს, როცა ისინი ზოგი ვიმეორებ 30 წლის, 29 წლის, 31, 32 წლის ასაკში ხდებოდა მათი ხელდასხმები, რაც დიდი სჯულის კანონით, რუის ურბნისის კრების ძეგლის წერით და ასევე მართვა-გამგეობის დებულებით. აქვს ძალულია, იმიტომ რომ მართვა-გამგეობის დებულებაშიც წერია, რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს მინიმუმ 35 წლის. ანუ ასაკობრივი ცენზი, მაგრამ მართვა-გამგეობის დებულებამ ერთი მომენტი დაამატა კიდევ, რომ პატრიარქად ასარჩევი პირი უნდა იყოს მინიმუმ 40 წლის. ანუ თუ ეპისკოპოსი არის ვთქვათ 32-ის თუ 38-ის, ესე იგი მას არ აქვს უფლება პატრიარქად კენჭი იყაროს. აი დღეს მოქმედი მართვა-გამგეობის დებულებაზე ვამბობ, რადგან ის აწესებს, რომ ასაკობრივი ცენზი მინიმუმი უნდა იყოს პატრიარქისთვის 40 წლის ასაკი. ერთი რამ, მამა, თქვენ ესეთი მომენტს გაუსვით ხაზი, ანუ რეალურად მე როგორც გავიგე ამ რედაქციებს შორის ისეთი სხვაობა და პრინციპული სხვაობა ეს პირველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კრებცითობისკენ უფრო ესეთი ხაზგასმა და აპელაცია იმაზე რომ საეკლესიო ცხოვრება აპრიორულად იმართება კრებით. ხო, საკრებო ძალის და მის გადაწყვეტილების მეშვეობით და ამ შემთხვევაში გვაქვს უფრო ინდივიდუალიზაცია, ხო, უფრო ასე ვთქვათ უზურპაცია ძალაუფლების ერთხელში, ასე ვთქვათ, არა? ეს განსხვავება შეიძლება დავიჭიროთ თუ არა? ეს არის არსებითი და მთავარი ფუნდამენტური განსხვავება პირველი დებულების 1917 წლის საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებული დებულების და დღევანდელ დებულებას შორის. პირველი დებულებით, ესე იგი პირველ დებულებას უძახია ამას 1917 წლის კრების მიერ დამტკიცებულს, რომელმაც ამავე დროს აირჩია კათალიკოსად კირიონ მეორე. ამ დებულების მიხედვით ყველაფერი უნდა გადაწყვეტილიყო ეკლესიაში კრებით, საეკლესიო კრებებით. როგორც ეპარქიის დონეზე, ისე მთელი საკათალიკოსოს დონეზე, მაშინ სიტყვა საპატრიარქოს არ ხმარობდნენ საკათალიკოსოს. და მთელი საკათალიკოსოს საზღვრების ფარგლებში, ანუ ესე იგი საკათალიკოსო, ანუ მთლიანი ავტოკეფალური ეკლესიის მართვაც უნდა გაახორციელებულიყო კრებებით მუდმივად და ეპარქიის დონეზეც ვიმეორებ მუდმივად უნდა ყოფილიყო კრებები და ამ კრებებში, საეკლესიო კრებებში შედიოდნენ წევრებად როგორც მღვდელმთავრები და მღვდლები, ისე საერო პირები, მორწმუნენი არჩეულის შესაბამისი წესით. და ხშირად ესენი იყვნენ ძალიან ცნობილი იმ დროს საპატივცემულო პიროვნებები, საზოგადო მოღვაწეები. მათ შორის ვთქვათ პავლე ინგოროყვა, იპოლიტე ვართაგავა და არაერთი სხვა ძალიან ცნობილი პიროვნება. აუფლებამოსილება ქონდა ამ საერო პირებს. საეკლესიო კრებიანი იყვნენ? კი, საეკლესიო კრების წევრი იყო და ის კენჭისყრის ხმის უფლებით მოსარგებლე იყო. ანუ საკითხს როცა ეყრებოდა კენჭი, გნებავთ იგივე კათალიკოსის არჩევას თუ სხვა რამეს, ისინი ჩვეულებრივი ხმოსნები იყვნენ, ანუ ხმის უფლებით, კენჭისყრის უფლებით სარგებლობდნენ. ანუ ეს თავის მხრივ არ არის წინააღმდეგობაში ჯულის კანონთან, ანუ კანონიკურ სამართალთან. ჯულის კანონთან პირდაპირ წინააღმდეგობა არ არის, რადგან იქ არ არის, თქვათ ამაზე რაიმე აკრძალვა. და ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად პირველი 4 საუკუნე ეპისკოპოსის არჩევას მთლიანად მრევლი წყვეტდა. ქალი, კაცი, ბავშვი. მაგალითად ახლა როგორ იქნა არჩეული ამბროსი მედიოლანის, ანუ მილანის ეპისკოპოსად. როდესაც მრევლი ვერ თანხმდებოდა და იყო დიდი აზრთა სხვადასხვაობა და წინააღმდეგობა, ვინ აერჩიათ მილანის ახალ ეპისკოპოსად, ბავშვმა წამოიძახა ამბროსია ეპისკოპოსი და ერისკაცი ამბროსი, რომელიც იყო ამ დროს პრეფექტი და მაღალი თანამდებობის პირი მილანში, ხალხმა ხსულოვნად აირჩია ეპისკოპოსად, მთავარ ეპისკოპოსად მილანისა, საერო პიროვნება. რატომ? იმიტომ რომ ის იყო ზე განათლებული, ღრმად მორწმუნე, თეოლოგიური და საეკლესიო კუთხით ძალიან განათლებული და სუფთა მორალისტ, კრისტალური მორალის
საერო პიროვნება, უცოლშვილო. და აი ესეთი ამ ისტორიას რატო ვიხსენებ, რომ ბავშვის ხმაც კი ხშირად გადამწყვეტი ყოფილა, ესე იგი, ადრეულ საუკუნეებში ეპისკოპოსის არჩევის დროს. და ამდენად ამ საზოგადოებრივი ჩართულება მაღალი იყო, ძალიან მაღალი და მრევლი თვითონ ირჩევდა ეპისკოპოსს და მაშინ მეოთხე საუკუნეში ჯერ პატრიარქი ესეთი წოდება ცალკე აღებული არ არსებობდა. ეს ცოტა მერმინდელია მეხუთე საუკუნიდან დგინდება ეკლესიაში, მაგრამ იყო ეკლესიის დღესაც პატრიარქს ვეძახით, მეოთხე საუკუნეში ეძახდნენ იმას მთავარ ეპისკოპოსს, ან და მიტროპოლიტს. ის იყო ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა მეთაური კონკრეტულ რეგიონში. და ის იყო ავტოკეფალური ერთეული. და მაშინ და მეერეც აი მეოთხე მეხუთე საუკუნეში შემდეგაც ხშირი იყო რომ პატრიარქად არ იყო აუცილებელი გამორჩეული ყოფილიყო ეპისკოპოსი. შეიძლება პატრიარქად აერჩიათ მღვდელიც და ერისკაციც კი. ბოლოს ესეთი ძალიან ცნობილი ფაქტები არის ტარასი, წმინდა ტარასი კონსტანტინოპოლელი, წმინდა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი, ესენი მე-9 საუკუნის ძალიან ცნობილი პატრიარქები კონსტანტინოპოლისა, ერისკაცობიდან იქნენ გამორჩეულნი და დადგენილნი კონსტანტინოპოლის პატრიარქებად. ასევე ფოტიოს დიდი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ერისკაცობიდან იქნა გამორჩეული და დადგენილი კონსტანტინოპოლის პატრიარქად. მაგრამ ეს ერისკაცები იყვნენ არა რაღაც ესეთი ერისკაცები, თქვათ, ვანო ჩხარტიშვილი კი არა, ან ბიძინა ივანიშვილი, ან ვინმე სხვა, არამედ ღრმად თეოლოგიური განათლების, სუფთა კრისტალური სამოქალაქო და სასულიერო, როგორც მრევლის ცხოვრებით, ნაცხოვრებით ადამიანები, ამიტომ მათი პატრიარქობა არავის არ უკვირდა, რადგან ესენი ვიმეორებ ღრმად თეოლოგიური და სუფთა წარსულის მქონე ადამიანები იყვნენ. საეკლესიო წუნი არ ქონდათ მათ არც განათლებაში, არც კომპეტენტური ადამიანები იყვნენ. კი, კომპეტენტური ადამიანები. გამოცდილება არსებობდა. ნუ ეხლა შეიძლება მათ არ ქონდათ რიტუალის ჩატარების გამოცდილება, მაგრამ ამას ისწავლიდნენ ძალიან მალე, ხო? ჩვენ რო სინამდვილეში ასე დროს კომპეტენციებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ხო მრავალმხრივ კომპეტენციებზე ვსაუბრობთ და თქვენი არ იყოს აქ არ არის რიტუალური ზეპირობა მნიშვნელოვანი. აქ არის რაციონალურობა, კრიტიკული აზროვნება, მასშტაბურობა, დიპლომატია და ძალიან ბევრი ერუდიცია და მორალი. მეორე მხრივ ყველაზე მთავარი მორალი, ეთიკური. ჯურის კანონი ადგენს, რომ ძალიან მკაცრი კანონებია, რომელიც დღეს არ სრულდება. ჯურის კანონი ამბობს მაგალითად, რომ მდლად არ შეიძლება იკურთხოს ადამიანი, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი ცოდვა, დიდი ცოდვა ქონდა ჩადენილი, თუნდაც მრუშობაც კი. ან ქურდობა, ან ყავს უკანონო შვილი, ან თქვათ ცოლად ყავს განათხოვარი ქალი. აი ისეთი მოთხოვნებია ჯულის კანონში სამღვდელო პირზე, რომ ის უნდა იყოს, ესე იგი, მაქსიმალურად კრისტალური, მაღალეთიკური, სწორიც არის. ეს ძალიან სუფთა წარსულის მქონე. ანუ თუ სადღაც პროკურორი უნდა იყოს სუფთა წარსულის თავის კომპეტენციის ფარგლებში, რატომაც არ უნდა იყოს სასულიერო პირი, ხო? სუფთა წარსულის ამას ძალიან მკაცრად ითხოვს ჯულის კანონი, რომ არ ქონდეს, თქვათ, სასულიერო პირს კრიმინალური წარსული. რაიმე მორალური, ესეთი ლაქა, რომელიც მას მერე მოწყობაში და მღვდელმთავრობაში თუ მღვდლობაში ხელს შეუშლის, არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ დღეს ეს ყველაფერი იგნორირებულია, ამას უკვე აღარავინ უყურებს. დიდი ჯურის კანონი, ეს არის ფაქტიურად დღევანდელი ეკლესიის მიერ ქცეულია როგორც რაღაც სამუზეუმო ინვენტარი, რომელსაც უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს ახსენდება მხოლოდ მაშინ, როცა რომელიმე სასულიერო პირის ოპოზიციონერის ოღონდ დასჯა უნდათ და მისი მღვდელმოქმედების ისე მამაურა, მაინტერესებს, გავრცელებულია ეს ამბავი, რომ თითქოს დიდი ჯულის კანონში მოცემული ესა თუ ის კანონი უფუნქციოა და არ მუშაობს და რაღაც ესეთი არასერიოზული დამოკიდებულება პოპულარულია ძალიან და ამის გამოისობით ადამიანები და განსაკუთრებით ის კომპეტენციის მქონე ადამიანები ან იერარქიის მქონე ადამიანები ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, იმიტომ რომ თითქოს და ჯულის კანონი რაღაცა ფორმებით არ მუშაობს, ან არ უნდა იმუშაოს, ამან დღეს სხვა დროა და ამ
ლოგიკის გადმოსახედიდან ისინი პრინციპში შედიან ისეთი ცხოვრების ფორმაში, რომელიც ცხოვრების ფორმაც კანონზე მაღლა დგას. ზუსტად ეს არის დღევანდელი ეკლესიის ტრაგედია და გაურკვევლობაში ყოფნა, და ასევე უსამართლობაში და ქაოსში ყოფნა, რომ ერთის მხრივ დიდი სჯულის კანონი, ანუ ბერძნულად ქვია მას ნომოკანონი, ოფიციალურად არსებობს როგორც მოქმედი და ხელშეუხებელი, როგორც ღვთივსულიერი, რომელიც დაადგინა წმინდა მსოფლიო კრებებმა და მისი შეცვლა, მისი გაუქმება არ შეიძლება და ეს დანაშაულია, მაგრამ მეორეს მხრივ დე-ფაქტოდ სჯულის კანონის ყველა მუხლებიდან აბსოლუტური უმრავლესობა უმოქმედოა, დარღვეულია, უგულებელყოფილია, ფეხით არის გათელილი. და თუ კი საუბარია იმაზე, რომ მუხლები, არსებული ნორმები ბევრწილად დღევანდელობას თქვათ არ პასუხობს ან გასაუქმებელია და მოძველებული თუ ასეთი მიდგომით მიუდგებიან, შეიძლება ასეთი მსჯელობა და ვთქვათ მაგალითად მე-20 საუკუნეში რუსულ ეკლესიაში იყო განმაახლებლური მოძრაობა, ანუ რუსულად მას ეწოდება obnovlenchestvo, რომლებმაც ბევრი კანონი გააუქმეს, აი მათ შორის ეპისკოპოსის ბერობის ვალდებულება და ცოლიანი ეპისკოპოსები აკურთხეს, ასევე დაუშვეს მონაზონი მღვდლების და ეპისკოპოსების მიერ ცოლის შერთვის უფლება და კიდევ სხვა რაღაცები შემოიტანეს სიახლეები, ანუ ის რაც სჯულის კანონით აკრძალული იყო, მაგრამ მე ეს შეფასდა როგორც რაღაც თლად ერესად არ დაკვალიფიცირებულა, მაგრამ დღეს ბევრისთვის ეს ერესი და მწვალებლობა. ყოველ შემთხვევაში რუსულმა ეკლესიამ ის შეაფასა როგორც რასკოლნიკობა, ანუ სქიზმატური განხეთქილება და დაგმო ეს მოტივები და გაუქმებულად გამოცხადდა. და იმ დროს 20-ან 30-იან წლებში რუსული ეკლესიის უმეტესობა გადასული იყო ზუსტად აი ამ ობნოვლენცურ ტრადიციაზე. როგორც ჩანს, ამ ჯულის კანონის თავისებური ინტერპრეტაცია საფუძველი მაინც რუსულ ეკლესიაში ჩაეყარა და რუსულ ტრადიციაში, ისიც მე-20 საუკუნის შუა წლებიდან არა, რაც მე აისახა ამ დოკუმენტებში, ანუ მართვაგამგეობის იმდროინდელი დებულებაც და ალბათ მე მოგვიანო დებულებებიც ასახავდნენ ამ ინტერპრეტაციებს, თავისებურ ინტერპრეტაციებს, რომელიც ორიენტირებული იყო კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესზე, ასე ვთქვათ. ბევრი ნოვაცია იყო და არის რუსულ ეკლესიაში, რაც სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებისგან მას განასხვავებს. და ეს ეხებოდა ადმინისტრირებასაც, აი თუნდაც 2 საუკუნის მანძილზე რუსულ ეკლესიას არ ყავდა პატრიარქი და იმართებოდა ობერპროკურორის და სინოდის მიერ და ეს სინოდი იყო იმპერატორის ოფიციალური მორჩილებისა და დიქტატის ქვეშ. იმპერატორი ამტკიცებდა სინოდის ყველა გადაწყვეტილებას, ყველა საეპისკოპოსო კანდიდატურას და იმპერატორის დამტკიცების გარეშე, ესე იგი სინოდი ვერაფერს ვერ გადაწყვეტდა და ვერაფერს ვერ მოიმოქმედებდა. და იმპერატორი კი სინოდს მართავდა ობერპროკურორის სამოქალაქო პირის ხელით. და ამის გარდა იგივე საეკლესიო ჯილდოების სისტემა, რაც რუსებს აქვთ, მღვდლებისთვის მიტრის ბოძება, 2 ჯვრის ბოძება, 3 სახის ჯვრის გამოგონება, როგორც ჯილდოებისა, ვერცხლის ჯვარი, ოქროს ჯვარი, გამშვენებული ჯვარი. ეს ყველაფერი არის რუსული ინოვაციები და რუსული გამოგონება. მე ქართულ ეკლესიაზე ძალიან დიდი ზემოქმედება იქონია, რა თქმა უნდა, რუსულმა საეკლესიო გავლენებმა და იქიდან შემოჭრილია ჩვენთან. ბევრი რამ, მათ შორის ეს დაჯილდოების წესები, მღვდლების კარიერული წინსვლა ეგრეთ წოდებული. და ერთი სიტყვით თავისთავად ღვთისმსახურებაშიც ბევრი რამ ნოვაციურია რუსულში, რაც მას განასხვავებს. მამაო, ერთი დეტალი რა, აქ რო დავაზუსტოთ, ჯილდოების გადაცემის მომენტი, ალბათ როგორც თქვენ ახსენეთ, ეს უფრო მართვის ინსტრუმენტებია სასულიერო დასის, რომელიც საბჭოთა კავშირის იმელ თავის დროზე გამოყენებული იყო, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ვიმემ მეფის რუსეთის დროიდან იწყება ეს, აი მე-18 საუკუნიდან
და მისი ფუნქცია იყო რა? რომ ერთის მხრივ სამღვდელოებაში ესე იგი დაჯილდოებას რა დროს იღებს ადამიანი, ხო? როცა ესე იგი ვიღაცას მოაწონა თავი, ვიღაცას ვის? ეპისკოპოსს ან პატრიარქს. და ამითი ერთის მხრივ ჩაეყარა საფუძველი ეპისკოპოსის და პატრიარქის მიმართ მეტ მლიქვნელობას და მეტ მორჩილებას იმისთვის რომ მიიღო ჯილდოები. მეორეს მხრივ ხდება დიდი უსამართლობა, თქვა ვიღაცა მღვდელი 20 წლის წინ არის ნაკურთხი, ვიღაცა მღვდელი 5 წლის წინ არის ნაკურთხი და ჯილდოებით ეპისკოპოსს შეუძლია ეს 5 წლის ნაკურთხი ან გინდა 1 დღის ნაკურთხი მღვდელი წინ დასვას და უპირატესობა მისცეს, ვიდრე იმ 20 წლის წინ ნაკურთხ მღვდელს, იმიტომ რომ მას უკვე აქვს მიცემული ჯილდოები, ან მიტრა, ან ორი გამშვენებული. და ეს ერთგვარი სასჯელია რა? ერთგვარი სასჯელია, იმისთვის სასჯელია დამცირება გამოდის, რაც არ აჯილდოვებს მღვდელს, ძველს. და ამისთვის ახალ ნაკურთხისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის წაქეზება პატივმოყვარეობაში, ამპარტავნებაში და თავმოწონებაში. და სხვაგან ეს პრაქტიკა არ გვხდება არსად, ხო? ბერძნულ ეკლესიას მიზერულად აქვს, მიზერულად, აი ვიტყვი როგორ. ბერძნულ ეკლესიაში არ არსებობს მღვდლის წოდების ქონესთვის მიტრის მინიჭების უფლება. ანუ იქ არც დეკანოს, არც არქიმანდრიტს, არც პროტოპრესვიტერს, ესე იგი მიტრა არ აქვს. არც ორი ჯვრის მინიჭების უფლება, ეგეთი რამე ბერძნულ ეკლესიაში არ არსებობს. იქ არსებობს მხოლოდ ორადორი ჯილდო მღვდლისთვის, ეს არის პროტოპრესვიტერის წოდების მინიჭება და მღვდელმონაზონისთვის არქიმანდრიტის წოდების მინიჭება. მეტი ჯილდო იქ საეკლესიო ესეთი, რაც ჩვენ გვაქვს რუსებს და ქართველებს, იქ არ არსებობს და ჩვენც არ გვქონდა. ეს ყველაფერი, ასე ჩვენ ახლა გგონია, რომ ესე უნდა იყოს, ეს მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მე-20-ში ქართულ ეკლესიაში. უფრო მე-19 საუკუნეში და დანამატია ერთგვარი, რუსული დანამატია და იქიდან მოდის. თორემ მე-19 საუკუნემდე ქართულ ეკლესიაში არ იყო ეს სამი სახის ჯვარი, ეს ოქროს ჯვრის ბოძება, გამშვენებული ჯვრის ბოძება, არ იყო მიტრის ბოძება მღვდლისთვის, როგორც ჯილდო არ იყო. არქიმანდრიტობა ეძლეოდა მხოლოდ სპეციალური დიდი მონასტრების წინამძღვარს, მაგალითად დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარს, შიომღვიმის წინამძღვარს, ანუ კონკრეტული მონასტრის წინამძღვარს. თუ აღარ იქნებოდა ამ მონასტრის წინამძღვარი, ის არქიმანდრიტის წოდებას უკვე დაკარგავდა. ხო, პოზიცია იყო, თანამდებობა. პოზიცია იყო, დეკანოზობაც ასევე. დეკანოზობა ეძლეოდა ეპისკოპოსის მოადგილე მღვდელს ეპარქიაში. და საკათედრო ტაძრის მთავარ მღვდელს. მას ეწოდებოდა დეკანოზი. სხვას არა. უფრო ადრე დეკანოზი ეწოდებოდა მონასტრის წინამძღვრის მოადგილეს. აი მაგალითად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის, რომ ქალთა მონასტრის წინამძღვარს დედათა ბრონიას ყავს მოადგილე ქალი, რა თქმა უნდა, დედათა მონასტერია და დეკანოზია. დეკანოზი თემისტია. ანუ დეკანოზობა ეს არის ეპისკოპოსის ან წინამძღვრის თანაშემწის თანამდებობის აღნიშნელი ძველ საქართველოში. ანუ ადმინისტრირების პროცესში ეხმარება ეპისკოპოსს ან მონასტრის წინამძღვარს. და ეს ასე იყო, ესე იგი, მთელი შუა საუკუნეები საქართველოში. და რუსებმა როცა მოიგონეს მღვდლისთვის პროტოპოპის და პროტოიერეის ტიტულების ბოძება, მერე ქართველებმა პროტოიერეის შეუსატყვისეს დეკანოზი, ეს უკვე მე-19 საუკუნეში და მივიღეთ ის, რაც ჩვენ გვაქვს დღეს. ანუ როგორც რუსებს აქვთ, რომ მღვდელს აძლევენ პროტოიერეის ტიტულს, ჩვენ მისი ეკვივალენტი სიტყვა დეკანოზი გამოვიყენეთ როგორც ტიტული. მაგრამ ვინმე არანაირი ფუნქცია რა აქვს? არანაირი ფუნქცია არ აქვს, იმიტომ რომ შეიძლება არც წინამძღვარია ტაძრის, არც მოადგილეა ეპისკოპოსის, არის რიგითი მღვდელი, სადღაც თქვათ კიდაც ქაშუეთში ან კიდაც ფოთის რომელიმე ტაძარში, მეორე მღვდელია, მესამე მღვდელია, მაგრამ იწოდება ის დეკანოზად.
იმიტომ რომ მას ეს როგორც ტიტული, ფორმალური ტიტული ებოძა, მაგრამ მოწყვეტილია იმ შინაარს დღეს, რა შინაარსიც მას ჰქონდა შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიაში. ისევე როგორც დღეს ფორმალობაა ტიტული მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი. ძველად წეღან უკვე საუბრის დასაწყისშიც აღვნიშნე, რომ მთავარეპისკოპოსი ანუ მიტროპოლიტი ეწოდებოდა ეკლესიის მეთაურს, რომელსაც ექვემდებარებიან ეპისკოპოსები. ანუ დედაქალაქის ეპისკოპოსი, ანუ დღეს რასაც ჩვენ პატრიარქს ვუწოდებთ, მეოთხე საუკუნეში ეწოდებოდა მიტროპოლიტი. სიტყვა მიტროპოლიტიც ნიშნავს დედაქალაქისას. და მთავარეპისკოპოსი კი თავის თავში უკვე გულისხმობს, რომ ეპისკოპოსთა მეთაურია. სიტყვა არქიეპისკოპოსი, ანუ მთავარეპისკოპოსი ნიშნავს იმას, რომ ის არის ეპისკოპოსთა მეთაური, ესე იგი პატრიარქი. მაგრამ დღეს რა ხდება? დღეს რიგით ეპისკოპოსს ეძლევა ვთქვათ მესტიის ეპისკოპოსს მიტროპოლიტის წოდება, ან გურჯაანის ეპისკოპოსს მთავარეპისკოპოსის წოდება. ეს ანომალიაა, იმიტომ რომ ვიმეორებ, ეს ტიტული სულ სხვა რამეს ნიშნავს. როგორც გამოდის, ანუ ამ წუთას შინაარს მოკლებულია. შინაარს მოკლებულია და ისევ და ისევ ფუნქციურად ადმინისტრირებითად ვერ ახორციელებენ საკუთარ თავს. ფორმალურია მხოლოდ. ფორმალური, მხოლოდ და მხოლოდ პატივმოყვარეობას ემსახურება ეს წოდებები, ფორმალურად ქცეული წოდებები, პატივმოყვარეობას, ადამიანის რაღაც განდიდებას და მისი ეგოიზმის, პატივმოყვარული ეგოიზმის დაკმაყოფილებას. ისე ამით შეიძლება ადამიანი მართო, მარტივად შეიძლება მართო. თუ კარგად მოიქცევი, დაგაჯილდოვებ. მოიქცევ ამ წოდებას, თუ არ მოიქცევი, არ თუმცა მე რა მაინტერესებს, აი ამ სამღვდელო იერარქიაში ყველა მღვდელი თანასწორია სამღვდელო ხარისხით, იგივე ეპისკოპოსი, საეპისკოპოსო ხარისხით, თუ მათ შორის რაიმე სხვაობა არის. როგორ შეიძლება დავადგინოთ ეს განსხვავებები თუ არსებობს? როგორც წესი კანონიკურად, ესე იგი და ხარისხო სამღვდელო ხარისხის კუთხით ყველა არის თანასწორი, მაგრამ ამავე დროს არის უფროს უმცროსობა იერარქიული პატივის მიხედვით. ანუ ქრონოლოგია, თქვათ როგორც ძმები, ხუთი ძმა არის, თქვათ ხორციელი და ფიზიკური თანასწორნი არიან, მაგრამ არის უფროს უმცროსობა, პატივის ერთგვარი უფროსი ძმა, უმცროსი და უმცროსი. ასე უნდა იყოს და ასეა წარმოდგენილი, თქვათ, საეკლესიო გაგებაშიც მღვდლების მდგომარეობა, ან ეპისკოპოსების მდგომარეობა. ერთადერთი გამონაკლისია, რა თქმა უნდა, მთავარეპისკოპოსი, ანუ პატრიარქი, ვინც არის ეპისკოპოსთა თავი, ანუ მეთაური და პრინციპში ისიც ეპისკოპოსია და ჯურის კანონი გეუბნება, რომ მთავარეპისკოპოსმა, ანუ პატრიარქმა არაფერი უნდა მოიმოქმედოს ეპისკოპოსებთან შეთანხმებისა და მათი დასტურის გარეშე. პირდაპირ არის ასეთი კანონი. ანუ ავტონომიური გადაწყვეტილების უფლებამოსილება არ აქვს მას. არ აქვს, მას მხოლოდ თავის ეპარქიაში აქვს, ანუ ამ შემთხვევაში მცხეთა თბილისის ეპარქიაში, კანონიკური სამართლის მიხედვით ვამბობ. მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ აი ჩვენ იმას უნდა დავუბრუნდეთ, იმ საკითხს, რა თქვენ წეღან უკვე წამოჭერით, ესე იგი დებულებებში ეს პრინციპული სხვაობა, აი ზუსტად აქ მივდივართ, რომ პირველი დებულება, ესე იგი აწესებდა ერთის მხრივ სრულ კრებითობას. ის ითხოვდა, რომ 5 წელიწადში ერთხელ უნდა მოწვეული იყოს სრულიად საქართველოს ეკლესიის გაფართოებული დიდი კრება. სადაც ესე იგი მღვდელმთავრები, მღვდლები, საერო პირები მიიღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ყველაზე მთავარი ეს კრებები არ იყო მხოლოდ კრება კრებისთვის. ამ კრებებს უნდა მიეღოთ ანგარიშები ჩატარებულ საქმიანობაზე კათოლიკოს პატრიარქისგან და ეპისკოპოსებისაგან. ანგარიში თითოეულს თავთავის საქმიანობაში, თავთავის ეპარქიაში რა გააკეთეს, ან რა ვერ გააკეთეს. რა თქმა უნდა, იქ შესაძლებელი იყო, რომ თუ ვინმე ცუდად აკეთებს საქმეს, ან დანაშაულს აღმოუჩენენ, ან უსამართლობას, რომ რა თქმა უნდა გადაყენება მისი პასუხისმგებლობა. გინდაც ეპისკოპოსი იყოს, გინდაც კათოლიკოს პატრიარქი იყოს. ეს ძალიან არის ღრმად გაწერილი დებულების აი ამ 1900 დადგომა ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ დროს, ხო? დიახ, ჩვეულებრივი. და ეს არანაირი ტექტონიკური ძრო არ იყო, რაღაც დამღუპელობასთან რო ასოცირდება და რაღაც არანაირად და შუა საუკუნეებშიც ხშირი იყო, რომ აი კათოლიკოს პატრიარქი გადამდგარა, ან გადაუყენებიათ
ასევე ეპისკოპოსი გადამდგარა ან გადაუყენებიათ. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთის მხრივ და პირობები იყო სხვადასხვა. ზოგი შეიძლება გადამდგარიყო, იმიტომ რომ უნდა უბრალოდ მოსვენებაში, მონასტრულ ცხოვრებაში, მყუდროებაში წასვლა. აი მაგალითად კათალიკოს პატრიარქ ნიკოლოზ გულაბერის-ძეზე, მე-12 საუკუნის დიდ პატრიარქზე საქართველოსი, მემატიანე ამბობს, რომ სიმდაბლით დაუტევა კათალიკოსობა და წავიდა მონასტერში. ეხლა შეიძლება ამ ფრაზის უკან რაღაც სხვაც იგულისხმებოდეს, რასაც მემატიანე მალავს, თქვათ შიდა საეკლესიო ინტრიგები ან მეფესთან დაძაბულობა, ან რაიმე პირადული რაც კათალიკოსს ჰქონდა თუ დაემართა. ყოველ შემთხვევაში მემატიანე ასე აფასებს ქართლის ცხოვრება, რომ სიმდაბლით, ანუ თამდაბლობისთვის გადადგა და წავიდა ის მონასტერში. და იყო ასევე მოცემულობა, რომ თქვათ, რომ გადადგა თქვათ კათალიკოს პატრიარქი ნიკოლოზი სხვა ოღონდ დემეტრე თავდადებულის დროს, რადგან მეფემ 3 ცოლი მოიყვანა, ანუ მეორე და მესამე ხარჭები საეკლესიო ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, და არა ცოლები, ხომ? იმიტომ ისინი იყვნენ უკანონო ცოლები. კათალიკოს პატრიარქი ვერაფერს გახდა მეფესთან, რომ ეს მორალური დანაშაული გამოესწორებინა და პროტესტის ნიშნად გადადგა კათოლიკოს პატრიარქობიდან და წავიდა მონასტერში. წარმოიდგინეთ. იმის გამო, რომ მეფემ დაუშვა მორალური დიდი დანაშაული, რომ ეს იყო ეკლესიისთვის ლაქა, ქრისტიანული სახელმწიფოსთვის და სამეფო ტახტისთვის ლაქა, 3 ცოლი ერთდროულად და კათალიკოს პატრიარქი ნიკოლოზი გადადგა და წავიდა მონასტერში. მამხილებელი ნაბიჯი იყო მის. მამხილებელი და ამავე დროს პროტესტის ეს ერთგვარი გამოხატულება. და ისე მამაო, ეს ჩვენ ახან კრების საკითხს შევეხეთ, სულ მაინტერესებდა ეს საკრებო ამ ერთობას სულ სინოდი ერქვა საქართველოში თუ ეს მოგვიანებით დაერქვა, ან ეს როგორ იყო პირველი მართვა-გამგეობის მიხედვით? სინოდი, სიტყვა სინოდი არის ბერძნული და ნიშნავს კრებას, კრება. ანუ როცა ჩვენ ვამბობთ ნიკეის კრება, ბერძნები ამბობენ ნიკეის სინოდი. კრებას ნიშნავს და ქართველები სიტყვა სინოდს არასოდეს არ იყენებდნენ. მას ერქვა უბრალოდ საეკლესიო კრება ან ეპისკოპოსთა კრება. და სიტყვა სინოდი პირველად არ არის ასევე გამოყენებული 1917 წლის დებულებაში, ეგ სიტყვა არ არსებობს. იქ არის ისევ და ისევ სიტყვები და ტერმინები საეკლესიო კრება და საკათალიკოსო საბჭო. სინოდი ჩდება მხოლოდ 1927 წლის დებულებაში, როცა გაუქმდა საკათალიკოსო საბჭო და მღვდელმთავართა კრებას დაერქვა კათალიკოსის თანაის სინოდი. ანუ კათალიკოსთან არსებული კრება, ანუ გადმოვთარგმნოთ მარტივ ენაზე, მაგრამ ესე იგი დებულებაში ჩაწერა ესეთი ტერმინი, კათალიკოსის თანაის სინოდი. ანუ სიტყვა სინოდი ქართულ საეკლესიო მეტყველებაში შემოდის 1927 წლიდან. მანამდე ამ სიტყვას ქართველები არ ხმარობდნენ და ესეთი სიტყვა სინოდი, სინოდის კრება, სინოდის ხდომა ქართულ ენაში არ არსებობდა. ისე სინოდის კრება, ეს სიტყვა ტავტოლოგიაც კი, იმიტომ რომ თვითონ სიტყვა სინოდი ნიშნავს კრებას. კრების კრება. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით სინოდის სხდომა, ანუ კრების სხდომა. ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია ეს კომპოზიტი, მაგრამ ის კომპოზიტი ცდარია და ტავტოლოგიური, სინოდის კრება. ხანდახან მეტყველებაში ხო ხანდახან ამბობენ და ან შეიძლება მეც წამოვწდეს, მაგრამ არასწორია. და წმინდა სინოდის ტერმინი, წმინდა ორ სიტყვადი ტერმინი როდის ჩდება? აი მაშინ ესე იგი კათალიკოსის თანაის სინოდი, მე სადღაც 40-იანი წლებიდან ხშირად ამბობენ ასევე დოკუმენტებში საკათალიკოსო სინოდი.
მაგრამ ტერმინი წმინდა სინოდი, აი ეს რუსეთის კალკია, священный синод, რუსულის კალკია. წმინდა სინოდი კვიდრდება ქართულ საეკლესიო მეტყველებაში და აქტებში, ანუ დოკუმენტებში. დაახლოებით 70-იანი წლებიდან, 60-70-იანი წლებიდან, უფრო 70-იანი წლებიდან, რომ წმინდა სინოდის ხდომა, წმინდა სინოდის დადგენილება 70-იანი წლებიდან, მაგრამ ეს მაშინდელ მოქმედებულებაში ჯერ ეს არ ეწერა, იმიტომ რომ მაშინ მოქმედებდა 1947 წლის, 45 წლის მართვა-გამგეობის დებულება, სადაც სიტყვა წმინდა სინოდი არ არსებობს. იქ წერია მხოლოდ კათალიკოსის თანაის სინოდი. და 95 წლის დებულებაში უკვე შავი თეთრზე ჩაიწერა სიტყვები წმინდა სინოდი. ანუ ეს ტიტულია თავისი არსით თუ შინაარსის გამოხატველია? ტიტულია, ხა სიტყვა წმინდა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს არის ეპითეტი, რომელიც შინაარსს რამდენად გამოხატავს, ეს რა თქმა უნდა, იდეაში გამოხატავს თუ არა? უნდა გამოხატავდეს, მაგრამ რეალურად ხშირად არ გამოხატავს. ეს არის უბრალოდ ეპითეტი, ეკლესიას ახასიათებს ეპითეტები, ისევე როგორც უწმინდესი და უნეტარესი არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი ნამდვილად უწმინდესია და ნამდვილად უნეტარესია, უბრალოდ ეს არის ეპითეტები. აი ამას ეს უნდა გააცნობიეროს ადამიანმა. პერსონიფიცირებულად არ აღიქმება ხო ეს ტიტული? მხოლოდ ტრადიციის დამკვიდრებული ეპითეტები, რომელიც მიემართება ისევე როგორც აი ვთქვათ რუსეთში ყველა მღვდელს უწოდებენ წმინდაო მამაო, სვიატოი ატცეც. ყველა მღვდელს ასე მიმართავენ. ის შეიძლება იყოს უკანასკნელი, გახრწნილი და გათახსირებული და იცოდნენ, მაგრამ სიტყვით მიმართვისას მაინც მიმართავენ სვიატოი აწეც, იციან ეს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეპითეტები, რომელიც უფრო გამოხატავს იმას, რაც სურთ და გვსურს იყოს. იდეაში რაც უნდა იყოს. და რასაც ჩვენ ვისურვებდით, რომ ისინი იყვნენ ასეთები, მაგრამ რა თქმა უნდა, რეალობას ხშირად ვერ გამოხატავს. ჯერ ერთი ჩვენ ვინ ვიცით და როგორ ვიცით, ვინ არის უწმინდესი ადამიანის ცოდნა, ეს ერთი ღმერთმა შეიძლება შეაფასოს, ვინ არის უწმინდესი და ვინ არის წმინდა. რანაირად შეიძლება შენ, მე, ან ვიღაც ნებისმიერმა ხორციელმა განვსაზღვროთ, რომ ეს ადამიანი უწმინდესია, ეს ადამიანი წმინდანია, ამას ცოდვა არ აქვს თუ რა ხდება. ანუ ეს აბსურდია. ეს დამაბნეველიც არის ერთი ხრით, რომ ვინც ამ ტახტზე მოვა, ყველა ხო ვერ იქნება თავისი მსახურებით წმინდესი და უნეტარესი. მიცის არაერთი პატრიარქი, რომელიც ანათემაზეა გადაცემული. ეკლესიის ისტორია მიცის არაერთი მღვდელმთავარი, რომელიც ანათემაზეა, მათ შორის ესე იგი პატრიარქები. ანათემაზე გადაცემულები. ესე რომ ეს ტერმინი უწმინდესი, უნეტარესი, ეს არის მხოლოდ სიყვარულის გამომხატველი, მოწიწების გამომხატველი ეპითეტები. ეპითეტი, რომელიც შეიძლება სულაც ვერ ასახავდეს და არ ასახავდეს. ეგ როდიდან არის ქართულ ტრადიციაში? ქართულ ეკლესიაში ეს სიტყვები პატრიარქის მიმართ უწმინდესი და უნეტარესი მკვიდრდება ანტონ პირველის დროს მე-18 საუკუნის 40-იანი წლებიდან. საეკლესიო აქტებში, დოკუმენტებში მხოლოდ მაშინ ჩდება. მანამდე შუა საუკუნეების ყველა დოკუმენტი, რომ ნახოთ, გნებავთ რუისურბნისის კრების ძეგლის წერა, სხვა საეკლესიო კრებათა განჩინებები, სიგელგუჯრები, ასევე პირადი ეპისტოლარული წერილებიც, რომელიც არის რაღაც ზოგიერთი შემორჩენილი, ხო? ყოველთვის და იგივე თუნდაც ეპიგრაფიკული წარწერები, თუ როგორ მოიხსენიებიან იქ კათალიკოსები მაგალითად, ხო? არასოდეს არ გვხვდება ეპითეტი უწმინდესი და უნეტარესი. იქ გვხვდება მაგალითად რუისურბნისის კრების ძეგლის წერაში ყოვლად ღირსი. და ასევე გვხვდება ტერმინი ხშირია ნეტარი. ასევე ქრისტეს მიერ კურთხეული კათალიკოსი. ასევე ქრისტეს მიერ მეუფე. ესე სხვა ეპითეტები, ღირსი, სხვა ეპარქია, სხვა საპატრიარქოებში გვხვდება ასეთი სახელდებები პრინციპში. ანტიოქიის პატრიარქი გნებავთ
ალექსანდრიის პატრიარქი საბერძნეთის და ასე შემდეგ, ელადის. ეს როცა ანტონ პირველის დროს გაჩნდა ჩვენთან უწმინდესი და უნეტარესი, ეს არის კოპირება სხვა ეკლესიებში იმ დროს უკვე მიღებული ეტიკეტური მიმართვის წესის კოპირება. ისევე როგორც თქვათ ახლა შუა საუკუნეებში, ადრეულ შუა და განვითარებულ შუა საუკუნეებში, ხო? ახლა დღევანდელი ეტიკეტით მეფეს ხომ იმართავენ თქვენო უდიდებულესობაო. ან როცა მესამე პირში საუბრობენ მისი უდიდებულესობა. ეს არის ევროპული ეტიკეტი მეფის მიმართვის, მაგრამ ჩვენ ასე არ გვქონდა ქართველებს, მაგრამ მერე უკვე მე-18 საუკუნეში როცა აქტიური ურთიერთობა რუსებთან, რუსულ სამეფო კართან და იქ ხომ არის თქვენო უდიდებულესობა მეფისა იმპერატორისადმი მიმართვა. მაშინ საქართველოს მეფეებს, იგივე ერეკლეს სოლომონ პირველს, სოლომონ მეორეს, გიორგი მე-12-ს უკვე ეწოდათ აი ამ ევროპული მიმართვის ეტიკეტების კალკირებულად თქვენო უმაღლესობა, მესამე პირში მისი უმაღლესობა. ასევე თქვენო უგანათლებულესობა, მაგრამ აქ განათლება ბრწყინვალებას ნიშნავს და არა სინათლეს და არა ცოდნას და ინტელექტს. ანუ თქვენო უგანათლებულესობა ეს არის ერეკლე მეფის ერთ-ერთი წოდებაა და ტიტული, ასე მიმართავდნენ იქ დოკუმენტებში. ეს არის იგივე თქვენო უბრწყინვალესობა, თანამედროვე შინაარსით რო გავიგოთ, იმიტომ განათლება ამ შემთხვევაში ბრწყინვალება სინათლის ნიშნულობით იყო ნახმარი და არა ინტელექტის და ცოდნის. ერთი სიტყვით მე-18 საუკუნეში შემოჟონა და შემოდის ეს ევროპული რუსული ეტიკეტური მიმართვის ფორმები. თუ არ ვწდებიო, თქვენ შემისწორეთ, ქრისტეფორე ციცქიშვილის დროს შეიცვალა უწმინდესობა. დიახ, ქრისტეფორე ციცქიშვილმა, დიახ, სწორად გახსოვთ, გააუქმა მიმართვის წოდება უწმინდესი. ანუ ამბროსი ჯერ კიდევ ამბროსი კათალიკოსი ეწოდებოდა და მერე აღარ, ხო? მერე აღარ. ანუ მოტივებია საინტერესო მოტივები რატომ? გეტყვით 1917 წელს როცა ესე იგი აღდგა პატრიარქობა, კათალიკოსობა საქართველოში, მიმართვის ფორმად დამკვიდრდა უწმინდესი და უნეტარესი, ან უნეტარესი და უწმინდესი. ეს ორივენაირად შეიძლება ითქვას და ამბობდნენ. და ესე მიმართავდნენ კირიონს, ლეონიდეს და ამბროსის, მაგრამ 1927 წელს როცა კათალიკოს პატრიარქი გახდა ქრისტეფორე ციცქიშვილი, მან ჩათვალა რომ მიმართვის ფორმა იყოს მხოლოდ უნეტარესი, ანუ ეს უფრო ზომიერია, რომ არავინ არის უწმინდესი და ადამიანისთვის ახლა უწმინდესის წოდება იყოს ზედმეტი. და აბსოლუტურად ვეთანხმები. მაგრამ გარდაიცვალა კათალიკოს პატრიარქი ქრისტეფორე და მომდევნომ კალისტრატემ ისევ აღადგინა ეს წოდება. ეს არის ისევ და ისევ პატივმოყვარეობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. ისე ბერძნული საეკლესიო ეტიკეტით ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურებს ეწოდებათ უნეტარესი. უწმინდესი ეწოდება მხოლოდ კონსტანტინოპოლის და რომის პატრიარქებს. დანარჩენებს ეწოდებათ უნეტარესი. ამიტომ ალექსანდრიის პატრიარქიც, ანტიოქიის, იერუსალიმის ატარებენ უნეტარესის წოდებას. მაგრამ რუსები და რუსული გავლენით სერბული და ქართული და ბულგარული ეკლესიები თავის პატრიარქს უწოდებენ უწმინდესს. მაგრამ ეს ვიმეორებ არის ესე იგი სლავური საეკლესიო გავლენა და ერთგვარად კონსტანტინოპოლის მიერ არ არის მოწონებული და ლეგალიზებული. და აქ სხვათა შორის კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. კონსტანტინოპოლის პატრიარქები როცა წერენ წერილებს ან საჯარო სიტყვით მიმართავენ ჩვენ პატრიარქებს, ყოველთვის იყენებენ მხოლოდ ტერმინს უნეტარესი, მაკარიოტატეს. და ახლა წერილები რო იგზავნებოდა, ისინი ამბობდნენ მაკარიოტატეს, უნეტარესი ილია. და რას აკეთებს საქართველოს საპატრიარქოს სამდივნო? როცა თარგმნის, იქ მაკარიოტატეს ან უნეტარესის წინ ჩაართავენ და ამატებენ სიტყვას უწმინდესი. რომ ქართველი ობივატელი ამას რო ისმენს,
მოისმინოს რომ ვითომ ის მიმართავს ილიამ მეორეს როგორც უწმინდესი და უნეტარესი და ამ დროს ანუ აღმატებულ ხარისხში მიმართავს. დიახ, და ამ დროს ორიგინალში, ბერძნულ ორიგინალში წერია მხოლოდ უნეტარესი. და ეს რაღაცა კონკრეტული იერარქიის გამომხატველია, ხო? ვინ პირველი ვინ ეს არის ერთადერთი პატიმოყვარეობის გამომხატველი. ეს ადამიანის იერარქიას კი არა, პატიმოყვარეობა. მაგრამ ეს სხვა რამეს გულისხმობ, მათი დამოკიდებულება რომ ისინი მხოლოდ უნეტარეს წერეთ, ამით აღნიშნავენ, რომ ჩვენ ურთიერთდაქვემდებარებული საპატრიარქოები ვართ. რომ ერთგვარად კი ბატონო თვითონ უპირატესნი არიან და ჩვენ კი ბატონო. ანუ ეს ხო იერარქიული ამბავია, ხო, ღირსებითი. კი, იმიტომ რომ აი ამ დროს როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქი სხვა პატრიარქებს გინდა საქართველო, გინდა რუსეთი და სხვა უძახის უნეტარეს თვითონ მას უწოდებენ ყოვლად უწმინდეს. ანუ უწმინდესიც კი აღარ აკმაყოფილებთ კონსტანტინოპოლში, ყოვლად უწმინდესად იწოდებიან. და თვითონ ესე იგი ბევრად აღმატებული წოდება დანარჩენ პატრიარქებს უფრო ნაკლები და უფრო ნაკლები, მაგრამ ნუ ეს კომედია ეს სახარებაშივე იყო მოციქულთა შორის იყო ჩანს იქ დაპირისპირება და პატიმოყვარეული ორთაბრძოლები რომ ვინ იყო უპირატესი და ვინ იყო პირველი და ქრისტე ეუბნება რომ ნუ იქნება თქვენ შორის ასე არამედ თქვენ შორის პირველი იყოს ყველაზე უმცირესი და ყველაზე მსახური და ნუ იქნება თქვენ შორის პატიმოყვარეობა და ბრძოლები პირველობაზე მაგრამ ის რაც ქრისტემაც კი ესე იგი ვერ გადაჭრა და ეკლესიამ უყურე მაინც მიანიჭა პეტრეს და პავლეს წოდება თავი მოციქულთა ანუ აი ეს იერარქიულობას მაინც ვერ გაცდა ეკლესია და ეს თავი უპირატესი, უმცირესი, პირველი, მეორე, მესამე აი ამ იერარქიიდან მაინც ვერ გამოვიდა. თუმცა ეს იერარქია უფრო ადმინისტრაციულია, მაგრამ ღირებულებითად ხო, ყველა მოციქული თანასწორი იყო, ისევე როგორც ყველა ეპისკოპოსი თანასწორი. მაგრამ აი ფუნქციურად მაინც და მნიშვნელობით არ იყვნენ ისინი თანასწორები და ვთქვათ პეტრე ნამდვილად უფრო გავლენიანი და ძლიერი ან იაკობი იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი ან პავლე. ანუ მაინც იყო რეალურად რომ ვიღაცა უფრო ძლიერია და ავტორიტეტულია. და ვიღაც ნაკლები თვითონ იმ მოციქულებშივე. ან ვიღაცამ მეტი ღვაწლი გაწია, უფრო ვიღაცამ ნაკლები, ეს ფაქტია. და ისევე როგორც ახლა დღევანდელ პატრიარქებსაც რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, აქაც ვიღაცა უფრო ძლიერია, მეტი გავლენა აქვს, მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიღაცას ნაკლები. ან რომელიმე ეკლესია უფრო ძლიერია, გავლენიანია და ავტორიტეტული, ავტოკეფალურზე გულისხმობ. ფინანსურადაც თუ მრევლით, თუ სამდელოების რაოდენობით, თუ განათლებით, თუ ცოდნით, თუ ასე შემდეგ, ვიღაცა უფრო სუსტია და შედარებით უკან დგას. ანუ მოცემულობა არის მართლაც ისე, რომ ადამიანური ცხოვრების, რომ არის იერარქია და თვითონ სიტყვა იერარქია, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს hieres არის წმინდა, arche სათავე, წმინდა სათავე და ნიშნავს რომ ეს სათავე ღმერთია და მერე მოდის საფეხურებრივად ყველაფერი დაბლა და მართლაც იერარქიულად. და საეკლესიო იერარქიაში ზუსტად ეს არის ნიშნეული რომ ეს საეკლესიო იერარქია გვეუბნება რომ ესე იგი ამ იერარქიით საფეხურებრივი ხაზებით ხო თითქოს ესე იგი ადამიანი უნდა შეუერთდეს ღმერთს და მიღმიერს ერთგვარი პირამიდა რომელიც აი დაბლა გაშლილია და რაც უფრო მაღლა ათიხარ ვიწროვდება და მიდის უკვე სათავეში ეს წვერი. ნუ ყოველ შემთხვევაში ისე რომ ძალიან შორს არ წავიდეთ და მე მინდა ის რამდენიმე საკითხი არ გამომრჩეს ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებათა შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი საზოგადოება მიუბრუნდეს ამ დებულებებს, ესენი დაბეჭდილია, გამოქვეყნებულია. ყველა შეუძლია წაიკითხოს, მოიძიოს და ინტერნეტში დევს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის შრომები, საქართველოს საეკლესიო კრებები, ასევე საქართველოს საეკლესიო კანონები. ამ ორივე წიგნში ეს ხუთივე დებულება მართვა-გამგეობისა 1917 წლის, 1920 წლის, 1927-ის, 1945-ის და 1995 წლის აი ეს უკვე მეხუთე დებულება, ყველა ტექსტი არის დაბეჭდილი და თავმოყრილი და შეადაროს. და არსებითი ისევ და ისევ
მინდა ვთქვა, რომ ეს კრებითობა, რასაც აწესებდა, რომ ეპისკოპოსი, კათალიკოს პატრიარქი ანგარიშვალდებულია კრებების წინაშე, რომ დიდი გაფართოებული კრება უნდა მოწვეულიყო 5 წელიწადში ერთხელ და აქ შედიოდნენ საერო, სასულიერო პირები და ისინი შედიოდნენ ხმის უფლებით. ეხლა რა ხდება დღევანდელი მოქმედი დებულებით? 1995 წლის დებულება გვეუბნება, გაფართოებული საეკლესიო კრება ფაქტიურად გაუქმებულია. ფაქტიურად მისი მოწვევა ხდება მხოლოდ ორ შემთხვევაში. ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევა, ან ახალი მართვა-გამგეობის დებულების მიღება და დამტკიცება. ანუ გამოდის, რომ ილია მეორემ ისე იცხოვრა, აი 1995 წლიდან 2026 წლამდე, რომ მან დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება არ მოიწვია. და ეს გააკეთა ზუსტად აი ამ დებულების საფუძველზე, იმიტომ რომ იქ თვითონ ეს დებულება ხო ეს არის მისი კარნახით დაწერილი და მის სურვილებია იქ ასახული, იმიტომ რომ ეს მან მიიღო 1995 წელს მცხეთის საეკლესიო კრებაზე. და იქ ესე იგი, როგორც თქვი, ჩაიწერა ეს, რომ ახალი დებულების შემთხვევაში შეიკრიბება კრება, ან ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევნებში. მაშინ, როდესაც 1917 წლის კრების დებულება გვეუბნება, რომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ გაფართოებული დიდი საეკლესიო კრების მოწვევა არის სავალდებულო. ხო, სხვათა შორის ეგ ძალიან გაფართოებული კრების არსი, ახლა დღესაც რაღაცა ფორმით ამას ახმოვანებს ესა თუ ის დაწესებულება და ხას უსვამს იმას, რომ რაღაც საზოგადოების ჩართულობა ახლა ანუ მიმდინარე მართვა-გამგეობის მიხედვითაც შესაძლებელია, თუმცა ეს თავისი არსით ფუნქციურია თუ მხოლოდ ნომინალურია, ანუ თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო ფაქტი, როცა ადრე ხმის უფლებით იყო წარმოდგენილი საზოგადოების წარმომადგენელი ამ შემთხვევაში ამ კრებაზე და დღეს ეს ცოტა არ იყოს განსხვავებული ერთმანეთისგან. დიახ, ნამდვილად, ბატონო ბესიკ, დღეს უკვე ეს არის ნომინალური, რადგან 1995 წლის დებულების მიხედვით გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის უფლებით მხოლოდ მღვდელმთავრები, ანუ ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები არიან უფლებამოსილი, ხმის უფლებით, კენჭისყრის მონაწილენი. ხოლო დანარჩენი დელეგატები, საერო და სასულიერო პირები, მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით, ანუ აზრის გამოთქმა. აქ კიდევ ერთი საკითხი დგება კითხვის ქვეშ და ეჭვის ქვეშ. დელეგატები იქნებიან რამდენიმე ასეული, იმიტომ რომ გვაქვს 50-მდე ეპარქია, გვაქვს ბევრი სასულიერო სემინარია, აკადემია და ყველა აქედან უნდა იყვნენ დელეგატები. ეს ნიშნავს, რომ დელეგატების რაოდენობა სინოდის კრების 40 კაცის გარდა შეიძლება იყოს პირობითად ვამბობ 500 კაცი ან 1000 კაცი. და შეიძლება უფრო მეტიც. და მიეცემა თუ არა ყველა ამ ასობით ადამიანს სიტყვით გამოსვლის უფლება და რამდენი წუთით მიეცემა მას ეს უფლება. ანუ ხმის უფლება ხო წავართვით ამ 95 წლის დებულებით კრების დელეგატებს. მარტო ეპისკოპოსებს დარჩათ ხმის უფლება და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და სიტყვით გამოსვლის უფლება სათათბირო ხმას რო ეძახიან. რამდენი წუთი მიეცემა და ყველას მიეცემა თუ არა ეს უფლება. რომ თავისი აზრი გამოთქვას. სარეკომენდაციო აზრი დაფიქსირდეს. იმიტომ რომ აქ საუბარია ასეულობით ადამიანზე. ისე პროცედურულად შესაძლებელია თქვენ ფიქრობთ ამაო? თუ კი კრება გაგრძელდება ვთქვათ რამდენიმე დღე, რა თქმა უნდა კი. ანუ ესეთი შესაძლებელია პრაქტიკაში, ხო. როდესაც იმართებოდა კრებები, გნებავთ სოფლიო კრებები, გნებავთ ადგილობრივი კრებები, ის გრძელდებოდა რამდენიმე დღე. რამდენიმე დღე გრძელდებოდა 1917 წლის პირველი დიდი საეკლესიო კრება საქართველოში. რამდენიმე დღე. რამდენიმე დღე გრძელდებოდა ასევე 1920 წლის მეორე საეკლესიო კრება საქართველოში.
ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ კრება იყოს არა კრებისთვის ფორმალობა, არამედ კრება შინაარსიანი და პროდუქტიული და ადამიანმა კრების მონაწილემ თავისი აზრი დაასაბუთოს, გამოთქვას, შეეწინააღმდეგოს სხვის აზრს, ან დაეთანხმოს. მაშინ კრება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღე. ასე ვთქვათ, კრიტიკული კანდიდატი რომ გამოიკვეთოს. არა მხოლოდ ეს. პირველ რიგში იმისთვის, რომ კრებაზე კრების მონაწილეთა აზრი ბოლომდე იყოს გამოხატული. ეს ერთი. მეორე, ნებისმიერ სხვა ეკლესიაში სინოდი იმართება ასევე რამდენიმე დღე. აი მაგალითად საბერძნეთის ეკლესიაში სინოდის ხდომები რამდენიმე დღე გრძელდება. ესე არ არის, რომ 2 საათი შეიკრიბონ რაღაცა და დაიშალონ. არა. სინოდები როგორც წესი გრძელდება ხოლმე რამდენიმე დღე. ანუ პროცედურულ მეთოდებს სესიები, იმიტომ რომ ეხლა 10 საათი რო იყო კრებაზე, ხო, ეს არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ადამიანები დაიღლებიან, გამოიფიტებიან და იკარგება ამ დროს აზრი, იკარგება მუხტი, იკარგება სურვილი. საჭირო არის შესვენება, საჭირო არის საკითხების სკრუპულოზული განხილვა, ამიტომ რა თქმა უნდა კრებას უნდა გქონდეს რამდენიმე დღე, უნდა ხდებოდეს საათობრივი შესვენებები, საპირფარეშო უნდა ადამიანს კვება, საჭმელი. ესენი მართლა ანგელოზები ხომ არ არიან ფრთიანი თუ უფრთო, ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი ბიოლოგიური მოთხოვნილებით და ამიტომ აუცილებელია კრება გრძელდებოდეს რამდენიმე დღე. და განსაკუთრებით საპატრიარქო არჩევნები ხო პატრიარქს? საპატრიარქოს არჩევნები ვიმეორებ აქ ერთი საკითხი დგება უბრალოდ პრობლემური, რომ აი 500 თუ 1000 კაციდან კრებაზე რო იქნებიან და დებულება მათ აძლევს სათათბირო ხმისუფლებას, ანუ აზრის გამოთქმის უფლებას. რეგლამენტი ხო შესადგენი, ანუ ყველას რომ მივცეთ თუნდაც 5 წუთი. აი 500 კაცი რო 5 წუთი ილაპარაკებს, იმას რამდენი საათი ჭირდება, ეს ხო დასაანგარიშებელია. ეგ წინასწარ უნდა იყოს ცნობილი და გაწერილი. რა თქმა უნდა. ასევე დებულებას აქვს ერთი პრობლემა, იქ წერია რომ ესე იგი ყველა ეპარქიიდან უნდა იყოს 3-3 პირი თუ 4-4. 3-3 როგორც მახსოვს და ასევე მცხეთა თბილისის ეპარქიიდან ზუსტად იმდენივე. ანუ გვაქვს დაახლოებით 50 ეპარქია, ხო? ესე იგი 150 კაცი იქნება ამ რეგიონული ეპარქიებიდან და პლუს 150 მცხეთა თბილისის ეპარქიიდან. ეს არის 300 კაცი. ამის გარდა დებულება გეუბნება, რომ ყველა სემინარი აკადემიიდან უნდა იყვნენ დელეგატები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მეცნიერებათა აკადემიიდან დელეგატები, ასევე საჭიროების შემთხვევაში მეცნიერები, ანუ ამ შემთხვევაში ვთქვათ ან თეოლოგები, ან ისტორიკოსები. ხო და ასევე გეუბნება, რომ ყველა მონასტრიდან დელეგატები. და მაშინ 1995 წელს, როცა ამას წერდნენ, მთელ საქართველოში 10 მონასტერიც კი არ იყო. დღეს ასობით მონასტერია. და ეხლა ასობით მონასტრიდან მაგრამ მეორე მხრივ სასაცილო და კომედიური ის არის, რომ ამ მონასტრების უმეტესობა არის ორკაციანი მონასტრები. ახლა იობაქიაშვილმა გახსნა 500 მონასტერი, მაგრამ თითო მონასტერში არის 1 კაცი, 2 კაცი, როგორც წესი, ხო? ასევეა ბევრგან სხვაგან ორკაციანი მონასტრები და ქვია მონასტერი. ხო და აი დღეს საქართველოს აქვს დაახლოებით 500 მონასტერი, მამათა და დედათა. ამ 500-დან თითო წარმომადგენელიც რომ იყოს, ეს უკვე არის 500 კაცი. ესე იგი 500, იქაც 500 დაახლოებით წეღან რაც ვიანგარიშე. მთლიანობაში ეს სასწავლებლები, აკადემია, ის ეპარქიები 1000 კაცი გამოდის, აი ამ უხეში კალკულაცია. მაგარი ეგ ახლა ისეთია, წარმოუდგენელია ახლა ამის წარმოუდგენელია ფორმით. თუმცა მან შეიძლება ახლა გარკვეული ტიპის მანიპულაცია ჩაატარო და შესაძლებელია ადამიანები შეამცირო, ეგ ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლებელია თან ამ ადამიანებს კონდეს ბუნებრივი პოზიციის გამოხატვის უფლება და ხო, სურვილი რა თქმა უნდა. აქ ერთი მომენტია კიდე რომ იქ მართვა გამგეობის დებულების ბოლო მუხლში წერია ერთ-ერთ ბოლო მუხლში რომ მასში სინოდს შეუძლია ცვლილებების შეტანა. ვერ გააუქმებს ცვლიანობაში, მაგრამ ცვლილებების შეტანა.
ამიტომ აი ეს ტექნიკური ლაფსუსები, რაც ახლა იქმნება კრების მოწვევის, თვითონაც გააშხერეს მღვდელმთავრებმა, რომ რაღაც ბევრი საკითხი მოუგვარებელია დებულებაში და ბუნდოვანია და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამდენად თვითონაც შეუძლიათ აი ამ რთული საკითხის რეგლამენტირება უკეთესად, თუ კი ამისი გონებრივი და სულიერი შესაძლებლობა ექნებათ, რომ უფრო უკეთესად დაორგანიზდეს კრების დელეგატთა რაოდენობა და ისევ და ისევ რეგლამენტი, რომ ვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კრების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის უფლება. და ეს არ შეიძლება მარტო 1 წუთი და 2 წუთი მისცე, არ არის სერიოზული. სულ ცოტა ალბათ 5 წუთი მაინც უნდა მიეცეს კრების წევრს სიტყვით გამოსვლის უფლების, ხომ? რა თქმა უნდა, პოზიციების წარმოადგენისთვის, ხო? კი. მე რა მაინტერესებს ჩვენთან ასევე აქტიური განხილვისაგანია, მაგალითად საქართველოში ყოველდღე შეხვდები სოციალურ ქსელებში მოსაყდრის თემატიკას, მემკვიდრეობის საკითხს და შეგიძლიათ აგვიხსნათ ისტორიულად როგორ მუშაობდა ეს, რამდენად არის ერთმანეთთან კავშირში მოსაყდრეობა და მემკვიდრეობა. ან საერთოდ არის თუ არა ეს ერთმანეთთან კავშირში? ისტორიულად მოსაყდრეობა პრაქტიკულად არ არსებობდა და ვერავინვე მე-20 საუკუნემდე ვამბობ. მე-19 საუკუნემდე ჩვენ არ აგვაქვს შემთხვევა არც ერთი, რომ კათოლიკოს პატრიარქს დაენიშნა თავისი მოსაყდრე. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი შემთხვევა, რომ კათოლიკოს პატრიარქს ანდერძი დაეტოვებინა მოსაყდრეობაზე. გულისხმობ ისევ და ისევ შუა საუკუნეები, მე-19 საუკუნემდე. ძველი საქართველო, დაწყებული მე-4 საუკუნიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით. მოსაყდრეობა ტერმინი უფრო ზუსტად ბერძნულად მას ქვია ადგილის მცველი, თუ ქართულად გადმოვთარგმნით ბერძნულ ტერმინს, ადგილის მცველი და ადგილის მცველი, ანუ თქვათ კათოლიკოს პატრიარქი გარდაიცვალა, ახალი პატრიარქის არჩევამდე ადგილის მცველი იყო უპირატესი მღვდელმთავარი, ვინც იყო იქ პატივით, დიპტიხი, ხო, მღვდელმთავართა. და იქ არის იერარქია, პირველი, მეორე, მესამე, ოთხე, ვინც იყო პირველი კათოლიკოსის მერე, ის იყო ავტომატურად ადგილის მცველი, ანუ მოსაყდრე, როცა გარდაიცვლებოდა კათოლიკოს პატრიარქი. და მას ეს არჩევნებში კათოლიკოსად გახდომაში არავითარ პრიორიტეტს არ ანიჭებდა. რატომღაც დღეს მიჩნეულია, რომ მოსაყდრე იმთავითვე მემკვიდრედ აღიქმება. სამწუხაროდ დღევანდელმა ჩვენმა მრევლმა არაფერი არ იცის, არც ისტორია საეკლესიო, არც საეკლესიო სამართალი, არც სჯულის კანონი და მათ გონიათ, რომ პატრიარქობა ესა რაღაც მეფობასავით, მემკვიდრეობით გადასაცემი, მაგრამ მეორეს მხრივ ბოლომდე მრევლის ბრალიც არ არის, არანაკლებია ბრალეულობა სამღვდელოებისა და თვითონ მე-20 საუკუნეში შექმნილი სიტუაცია, საბჭოთა დროს შექმნილი სიტუაციისა. როცა გაჩნდა ანდერძის ცნება, მანამდე მე-20 საუკუნემდე ანდერძის ცნება არ არსებობდა ეკლესიაში. გულისხმობ პატრიარქად დატოვებაზე ან მოსაყდრედ დატოვებაზე, ესეთი რამე არ არსებობდა. მას მოგვიანო ინტერპრეტაცია, ასე ვთქვათ, მოგვიანებით შემოტანილი ამბავია. ხო, რაღაც გასაიდუმლოებული რომ არის და პატრიარქის სიკვდილის მერე რო ხსნიან ამას. ანუ ეს მოგვიანო ამბავია, თუ ადრეც ხდებოდა ასეთი რამე? მოგვიანოა, ეს არის მე-20 საუკუნის პროდუქტი. და ეს ჩნდება ზუსტად კალისტრატე ცინცაძის დროს. როდესაც ეკლესია იყო პრაქტიკულად განადგურებული და 2-3 მღვდელმთავარი იყო დარჩენილი, კალისტრატე ცინცაძე დაუძლურებული უკვე ღრმამოხუცი წერილს, პირად წერილს მიტროპოლიტ მელქისედეკ ფხალაძისადმი და ეუბნება, რომ ეკლესიას თქვენ გიტოვებთ. თქვენ იქნებით ჩემი მე თუ უცაბედად გარდავეცვალე, მოსაყდრე და თქვენ გახდით კათოლიკოს პატრიარქი. დაახლოებით ამ შინაარსის არის. და მერე უკვე მელქისედეკიც ისიც ღრმად მოხუცი იყო,
სულ 8 წელი იყო კათოლიკოს პატრიარქი და როცა უკვე იგრძნოს სიკვდილის მოახლოვება, ცდილობს რომ დატოვოს მოსაყდრე და მომდევნო პატრიარქი. ის ცდილობდა დაეტოვებინა ქუთათელი ნაუმი შავიანიძე. მაგრამ ქუთათელი ეპისკოპოსი მტკიცევარს ეუბნება და ეუბნება რომ მოსაყდრეობაც და პატრიარქობაც ეკუთვნის ეფრემ სიდამონიძეს. მაგრამ მელქისედეკისთვის ეფრემი იყო აბსოლუტურად მიუღებელი პიროვნება, შეიძლება ითქვას რომ ეჯავრებოდა კიდევაც და მაშინ მან თავის ქორეპისკოპოსთა მარჯვენა ხელს ეპისკოპოს დავით დევდარიანს დაუტოვა ანდერძი და წერილი რომ ის იქნებოდა მოსაყდრე. მაგრამ მელქისედეკის გარდაცვალების პირველივე დღეს, როცა შეიკრიბა სინოდი, სინოდის წევრებმა, ნუ მაშინ ძალიან ცოტანი იყვნენ, რაღაც 6-7 ადამიანი, ფაქტიურად აიძულეს ეპისკოპოსი დავით დევდარიანი, რომ უარი ეთქვა მოსაყდრეობაზე და იმავე დღეს მოსაყდრედ არჩეულ იქნა მათ მიერ ეფრემ სიდამონიძე, მიტროპოლიტი. და შემდგომ ეფრემი ხდება პატრიარქი. ხოლო დავით ეფრემის გარდაცვალების დროს ასევე აღმოჩნდა ანდერძი, მაგრამ აქ უკვე იყო ლაპარაკი, რომ ეს იყო გაყალბებული ანდერძი, თუმცა არც დადასტურება გვაქვს ამისი, რომ ეს გაყალბებულია. თუმცა ვერც უარყოფა შეგვიძლია ეჭვისა. ის ტოვებს ანდერძს დავით დევდარიანის სასარგებლოდ. მაგრამ აი ეს ანდერძის თემა, ესე იგი, რომელიც გაჩნდა ქართულ ეკლესიაში 40-იანი წლებიდან და ესე ძალიან მკვიდრად უკვე 50-იანში, 60-იანში, 70-იანში და დღემდე მოგყვება, რომ აი პატრიარქის ანდერძი და რაღაცა. ეს ანდერძი, ვიმეორებ, ესე იგი, საეკლესიო სამართლით გამორიცხულია, ესეთი რამე არ არსებობს საეკლესიო ისტორიაში და სამართალში. ეს იყო გამოწვეული კონკრეტული აი ქართული ეკლესიის დაკნინების და დამცრობის ორკაციან შინაურულ რაღაც საზოგადოებად ქცევის პროდუქტი იყო, როცა რაღაც თითებზე დასათვლელი ეპისკოპოსია, თითებზე დასათვლელი მღვდელია, თითებზე დასათვლელი ტაძრებია და მრევლი. და ეგ რაღაც შინაურულად ეს რაღაც ახლობლურად მე შენ გენდობი, შენ გიტოვებ. აი ესეთი რაღაც, მაგრამ ეს ვიმეორებ აბსოლუტურად გაუგებარია და უცნობია ეკლესიისთვის, ზოგადად, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მისი სამართლისთვის, მისი ისტორიისთვის და არც ერთ სხვა მსოფლიო ეკლესიაში, მართლმადიდებელ ეკლესიაში ასეთი რამე არ ხდება. ხო, ანუ იმთავითვე მოსაყდრე საპატრიარქო კანდიდატად არ არის განხილული, ანუ არის ეკლესიები, სადაც მოსაყდრეს პირიქით უფლება წართმეული აქვს, რომ კენჭი იყაროს პატრიარქობაზე, იმიტომ რომ მოსაყდრეობა არათანაბარ გარემოში გაყენებს სხვა კანდიდატებთან და გაძლევს მანიპულაციების, ზემოქმედების უფლებას, იმიტომ რომ მოსაყდრის ერთადერთი ფუნქცია რა არის? დაორგანიზოს და ჩაატაროს ახალი საეკლესიო კრება ახალი პატრიარქის არჩევნებისთვის. და მე რომ ვარ მოსაყდრე და მე ვაორგანიზებ ამ კრებას და მის დეტალებს და მის წევრებს და მის პროცედურულ ვითარებებს, ეს რას ნიშნავს, ხო? მე აბსოლუტურად ადვილად შემიძლია მანიპულირება და საკუთარი კანდიდატურის გაპატრიარქება, იმიტომ რომ ვარ მოსაყდრე და მაქვს მეტი ძალაუფლება. და ეს არის უსამართლობა. ეხლა ამ წუთას აირჩევენ თუ არა მოსაყდრეს არ ვიცი, შეიძლება აირჩიონ, შეიძლება არ აირჩიონ. მრევლის დიდი ნაწილი ელოდება, რომ ის მოსაყდრე აუცილებლად უნდა იყოს პატრიარქი, რადგან ამას მიიჩნევენ ილიამ მეორის ნებასურვილად და ანდერძად, მაგრამ ვიმეორებ, საეკლესიო კანონიკა ასეთ რამეს არ იცნობს, არამხოლოდ, არამედ ეს არის ანტიკანონიკური და მწვალებლური აზრი, ერეტიკული აზრი, რომ პატრიარქს შეუძლია დანიშნოს, დაადგინოს მომდევნო პატრიარქი. იმიტომ რომ ეკლესია იმართება საეკლესიო კრების მიერ და პატრიარქი არის მხოლოდ მსახური, არა ბატონი.
ნუ ამათვის და დღეს შეიძლება ბატონია, მაგრამ სახარებისეულად და კანონიკურად პატრიარქი არის უბრალოდ მსახური, ეკლესიის მსახური და არა ეკლესიის ბატონი. და პატრიარქის ნებასურვილი არ არის კანონი. კანონი არის საეკლესიო კრების დადგენილება, რომელიც არის დიდ სჯულის კანონში, დებულებაში და ასე შემდეგ წარმოდგენილი. ხო, ეგ თქვენ ძალიან სწორად შენიშნავთ საზოგადოების ან მრევლის მომენტი ამ პროცესში. მრევლს იმთავითვე დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში და არა მარტო მრევლს, ასე სატელევიზიო სივრცეშიც გაბატონებულად მუსირებს ის აზრი, რომ რამდენადაც ეს პატრიარქმა გადაწყვიტა ასე, რომ მის მოსაყდრეთ კონკრეტული პირი ყოფილიყო, ეს პირი უნდა გახდეს და ითვლება მის რაღაც ალტერნატივო საპატრიარქო კანდიდატად რა, ანუ მეტი და სხვათა შორის სხვა კანდიდატების დაყენების ფენომენიც კი გარკვეულწილად უხერხულ მომენტად არის განხილული, ხო, ერთგვარად პატრიარქის ნების საწინააღმდეგო სვლად აღიქმება. ეგ არ ვიცი, რამდენად არის რელევანტური ამ შემთხვევაში თქვენ ნათქვამთან ისა ურთიერთსაპირისპიროა, ხო, ეგ არ ვიცი თავის ეს არის ბატონო ბესიკ ქუჩის დონეზე დასული პრავოსლავნიკური ფსევდომართლმადიდებლობის ამოძახილი, როცა ერთ-ერთმა ძალიან სამარცხვინო პიროვნებამაც ვითომ ტელეწამყვანობს ოფიციოზის გამხმოვანებელმა ეგრეთ წოდებულმა უცნობმა გააჟღერა, რომ ყველა მღვდელმთავარი იქნება მოღალატე, თუ კი ისინი დაუპირისპირდებიან შიომუჯირს. აი ეს ქუჩური და ძალიან არაეკლესიური აზროვნება, რომლის ერთადერთი მიზანი არის რა? დემოკრატიზმის თავისუფლების ჩახშობა ეკლესიაში და სინოდის წევრთა შორის. და ამ დროს ეკლესია ერთის მხრივ არის იერარქიული, მეორეს მხრივ არის დემოკრატიული, რადგან საეკლესიო კრება ეს არის სწორედ დემოკრატიზმი. იმიტომ რომ საეკლესიო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება არა იმის მიხედვით პატრიარქს რა უნდა, არამედ მონაწილეებს უმრავლესობას რა უნდა, იმის მიხედვით. საეკლესიო კრება ადგენს გადაწყვეტილებას უმრავლესობით. ხმები იყოფა ხომ და საკითხი გადაწყდება იმის სასარგებლოდ, რომელ საკითხსაც აქვს ხმათა უმრავლესობა. ხო, ან თავისუფლების და სამართლიანობის პრინციპები დაცული უნდა იყოს. დაცული უნდა იყოს, ანუ ეკლესია, რომელიც ერთის მხრივ ბერძნულად თვითონ ნიშნავს ხალხის კრებულს, ეკლესია, თვითონ სიტყვა, კრებული. ამავე დროს იმართება კრებით, ხოლო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით, ანუ ეს არის სუფთად დემოკრატიული პროცესი. წესითა და რიგით გულისხმობ, წესითა და რიგით, ანუ ის რაც საეკლესიო სამართლით და კანონებით უნდა იყოს შესრულებული. და არა, თქვათ, ძალადობით, ან ვიღაცის კონკრეტული ერთი პირის, თუნდაც ის იყოს პატრიარქი, მისი ნებასურვილით, არა, ეს ესე არ ხდება, ესე იგი საეკლესიო კრება გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით, ანუ ეს არის დემოკრატიზმის პრინციპი. არჩევნები რა არის, ხო? საპარლამენტო არჩევნები ან საპრეზიდენტო, ხო, ესე ხმათა უმრავლესობა. ან პარლამენტში კანონის მიღება, ხმათა უმრავლესობა. იგივე ხდება საეკლესიო კრებაზე. ხმათა უმრავლესობა. და ეს ეხება არა მარტო პატრიარქის არჩევას, ნებისმიერი სხვა საკითხის გადაწყვეტას კრების მიერ. კარგი ნოტაა, მამა, რა ვიცი. დიახ. კიდევ თუ გაქვთ თქმელი, შეგიძლიათ თქვათ ჩვენ ძალიან ბევრი რამე შეიძლება ითქვას, მაგრამ მსმენელის რომ არ დავღალოთ, უკვე საათზე მეტია ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, წავიდეთ უკვე დასასრულისკენ. გონიერი მსმენელი, რა თქმა უნდა, დასკვნებს გამოიტანს და იფიქრებს ყველა იმ საკითხზე, რაც ჩვენ ვახსენეთ და დამატებით თვითონაც მოიძიებს. მე მივუთით. ამ კონტექსტში მამა დაგიშვამთ ერთ შეკითხვას მაშინ და ესე დავასრულოთ. თქვენ ხშირად განგიხილავენ ეკლესიის მტრად, აი რატომ არ ხართ თქვენ ეკლესიის მტერი და რატომ არ ხართ საქართველოს ეკლესიის მტერი? შეგიძლიათ ეს გითხრათ უცბელად აბსოლუტურად. ჩვენმა ხალხმა დაივიწყა ერთი მთავარი ქართული პრინციპი, მამა პაპისაგან გადმოცემული.
მოყვარე უზრახე მტერს ზურგს უკანო და მოყვარეს, ანუ ჩემთვის საყვარელ ქართულ ეკლესიას და ქართულ ხალხს მე ვუთხარი ბევრი სიმართლე და მათთვის ეს იყო მიუღებელი და ამიტომ ჩავითვალე მხოლოდ მტრად. თორემ ყველა ჩემი ნაბიჯი და სურვილი მიმართული იყო და არის ეკლესიის გაჯანსაღების, გაკეთილშობილების, მისი ფუნქციების, დარღვეული ფუნქციების აღდგენისათვის, სამართლიანობის აღდგენისათვის, მორალური სახის აღდგენისთვის. რაც დასაწყისში ვახსენეთ, რომ დღეს ფაქტიურად დიდი სჯულის კანონის ყველა ნორმა დარღვეული და უგულებელყოფილია ქართულ ეკლესიაში და მე მინდოდა და მსურდა ამ ყველაფრის რეკონსტრუქცია, აღდგენა, შენარჩუნება, ისევ და ისევ ქართველი ხალხის უკეთესი მორალური მდგომარეობის, მისი გაჯანსაღების და ეკლესიის სულიერი წარმატებისთვის. რადგან ეკლესიის სულიერი წარმატება არის არა ახალი ბეტონის აშენებული ტაძრები და მონასტრები, არა რიცხვები, რომ ვთქვათ, 500 თუ 5000 ტაძარი აშენდა და გვაქვს, არამედ ამ ტაძრებში არსებული სულიერი მდგომარეობა, სახარებისეული პრინციპების დაცვა, ცხრანეტარების დაცვა, ათიმცნების დაცვა, საეკლესიო კანონთა დაცვა, ქრისტიანული უბრალოების და ღვთისმოსაობის აღდგენა. იმიტომ რომ დღეს ჩვენი როდესაც უყურებ ტაძრები უკვე გამოტენილი გვაქვს ოქროთი და ბრილიანტებით ასხმული, ძვირფასი საათებით, ძეწყვებით, ბეჭდებით, საყურეებით ასხმული ხატები ღვთისმშობლისა, წმინდა გიორგისა, მაცხოვრის თუ სხვათა და ამ დროს ამ ქვეყანაში შიმშილობენ ბავშვები, მოხუცები, უჭმელობით იხოცებიან, არიან ეს და უწამლობით და უმკურნალობით იხოცებიან ადამიანები და ამაზე ეკლესია თვალს ხუჭავს და ჩვენ ტაძრებში გვაქვს ოქრო ვერცხლითა და ბრილიანტ ზურმუხტებით ასხმული სამკაულები შეწირული ეს ხატები. აი აქ ქრისტიანობა აღარ არის. ეს არ არის ქრისტიანობა. ღვთისმშობელს არ ჭირდება ის შენი მიცემული საყურეები თუ ძეწყვები თუ ბეჭდები ჩამოკიდებული ასე აცმული ხატზე, როდესაც წინ ბავშვები და მოხუცები შიმშილობენ და კვდებიან. არასათანადო მკურნალობის, არასათანადო გათბობის, არასათანადო კვების და ჰიგიენის გამო. ანუ ის, რასაც მე ვაყენებდი და ვაყენებდი ასევე პირველ რიგში რუსული გავლენები ქართულ საპატრიარქოზე. უკრაინის ეკლესიასთან მიმართებით, ქართული ეკლესიის პრორუსულ პოზიციაზე. პანდემიის დროს დაჭერილი და დაკავებული ესეთი ბნელი რაღაც პრიმიტიული პოზიცია ქართული ეკლესიის მეთაურისგანაც და სხვებისგანაც და უგულებელყოფა მაშინ სამედიცინო მოთხოვნებისა და ყველაზე კიდევ უფრო არსებითი 2021 წელს გამოქვეყნებული სუსის კრებსებზე თვალის დახუჭვა საპატრიარქოს მხრიდან და აი მორალურ ვაქხანალიზაციაზე და უწმინდურებაზე, რაც დაბუდებულია იერარქიაში და საპატრიარქოში და ეკლესიაში მთლიანად. აი ამაზე თვალის დახუჭვა, ეს რა თქმა უნდა მათ მიიჩნიეს მაგვარად, მამაო, თქვენი პერსონალური წინააღმდეგობა სულაც არ ნიშნავს ეკლესიის იდეის მიმართ წინააღმდეგობას, მოკლედ ეს. ეკლესიის მტერი არის ის თუკი ებრძვის ეკლესიის სწავლებას, ეკლესიის დოგმატიკას ებრძვის, ეკლესიის წმინდა წერილს, ქრისტეს ის შეიძლება ჩაითვალოს მტრად. მაგრამ ადამიანი რომელიც ითხოვს ეკლესიის გაწმენდას, ან ზნეობრივ დარღვევათა გამოსწორებას, ან რუსული გავლენებისაგან გათავისუფლებას, ის არის არა ეკლესიის მტერი, არამედ ეკლესიის მოკეთე და ეკლესიის მტერია სწორედ ის, ვინც ამ ყველაფერს ხელს უწყობს და ხელს აფარებს ეკლესიაში. ეს არის რუსული გავლენები, ზნეობრივი დაცემა და გარყვნილება, კორუფცია, გაუნათლებლობა, ფანატიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მადლობა, მამაო. მადლობთ. მე ვფიქრობ ძალიან სწორი მომენტია რომ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის და მადლობა ჩვენ მაყურებელს და მემშვიდობები და მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.